გესალმებით, ძირფასო მსმენელებო და მეგობრებო. სანამ ვიდეოს ჩასაწერად გადავიდოდე, მინდა ახალი ამბავი გითხრათ, ვინც არიცით, მართვის წუხელ მოხდა დედამიწის და მოსახლეობის ნახევარის გადასვლა კვანტურ რეალობაში. ბევრმა შენიშნა და სხვათა შორის დღეს მე რომ შევედი იმაზე Facebook-ზე, სულ ამდაგვარი ვიდეოები ხვდებოდა. ყველა ვისაც გააჩნია რაღაც ძალა, ყველა ვისაც გააჩნია გააქვს უბრალოდ კონტაქტორობის უნარიანობა, ვინც ხედავს წვრილ სამყაროს, ყველამ აღნიშნა, ერთმა და ორმა კი არა, ბევრმა აღნიშნა, მე იქ 3-4 ვიდეო გავაზიარე Facebook-ზე ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარებიც წავიკითხე, იმიტომ რომ მაინტერესებდა ხალხი რაც გძნობდა და სხვათა შორის მე შემნიშნე ეს. ოღონდ ხალხო არ შეგეშინდეთ. ბევრმა შენიშნა, როდესაც ხელს იდევს გუნკერზე, გულის ძგერა არ ესმის. ეს არ ნიშნავს, რომ გული გაჩერებულია, არა. მაგრამ ჩვენ ვიყავით შეჩვეული იმ ასლს კი არა, ფიზიკურათაც. მაგალითად, მე ხანակ დავიდევდი, ხანակ მარტო შუაში კი არა, ხანდახან აქაც რო ვიდევდი ხელს, ისეთ რომ უბრალოდ დავიჭერდი ხელს, გულის ცემას გძნობდი სულ. მე არ ვძნობ გულის ცემას. და ვინც შენიშნათ ეს, აი დაიდევით ხელის გული გულზე. და ვინც შენიშნათ, რომ გულის ძგერა არ ისმის, არ შეგეშინდეთ. გული მუშაობს. უბრალოდ ადრე თუ გულის ფუნქცია იყო სისხლის დატომბვა, ახლა მას ეს ფუნქცია არ აქვს. ამ დატომბვის ფუნქცია შეიცვალა ველით, ქარიშხალივით მოტრიალე ველით. და სისხლი ჩვენ ორგანიზმში, ვისაც არ ესმის გულის ბიძგი, მიედინება ამ ველის ძალის მეშვეობით. არ შეგეშინდეთ, არ მოგვდებით, არ შეგეშინდეთ. მაგრამ ბევრი წავა. არა, მე ნეგატიურს არაფერს ვამბობ. უბრალოდ ბევრი წავა, რადგან ვიბრაციები ბევრისა არ არის იმ დონეზე ასული, რომ გაუძლოს ამ და სხვა ცვლილებებს. ჯერ სადავართ ხალხო, აგვისტოს ბოლომდე კიდევ ბევრი რამე შეიცვლება. თითქოს და ეს ცვლილებები შეუმჩნეველია. მე დღეს რომ არ მენახა Facebook-ზე ეს ვიდეოები გულის ძგერასთან დაკავშირებით, მე არც მივაქცევდი ამას ყურადღებას. საკურველია ეს ჩემთვის ახალი ამბავი იყო. მაგრამ არ შემშინებია პირიქით. ისეთ ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი. პირიქით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. იმიტომ რომ არა სავალდებულო
მაგალითად რაღაც ცვლილებები ჩვენ ვიგრძნოთ ბიძგებათ ან შეგვარყიოს, არა. ხანდახან ცვლილებები ისე მიდის, რომ ჩვენ ამას კიც ვერ ვზნობ. ხომ გითხარით აგერ? დღეს დილას დახვდა ეს ინფორმაცია Facebook-ზე და რამდენიმე ადამიანმა დაამოწმა ეს ფაქტები. მეც ბიძგი არ მესმის, მაგრამ არ შეგეშინდეთ. ვიბრაციებს იგრძნოთ და ერთ-ერთმა კონტაქტორმა იქედან, მე არ მახსოვს ახლა სახელი და გვარი თქვა, რომ წყალი სხვაგვარად იქცევა ჩვენ ორგანიზმში. ჩვენ ორგანიზმის წყალზე აქვს საუბარი. ჩვენ ორგანიზმი ხან წყურიაო, ხან წყალი არ უნდაო, ხან ზოგიერთი შენიშნავს, რომ ფეხები შეეშუპა, არ შეგეშინდეთ. ყველა ცვლილებები მიიღეთ შვიდად. ეგ ყველაფერი ბუნებრივია. ზოგი სხვაგვარად მიიღებს ამ ცვლილებებს, უბრალოდ რეაქცია ზოგი ორგანიზმისა იქნება ერთნაირი, ზოგი ორგანიზმისა კი იქნება მეორნაირი, ზოგი კი სულ სხვაგვარად. ამიტომ არ შეგეშინდეთ. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ისმაილ პერესის ვიდეო, რომელიც ეხება ლომის კარიბჭეების გახსნას 8 აგვისტოს. კი, 8 აგვისტომ გაჩაიარა, მაგრამ ამ 8 აგვისტოს მოქმედება გაგრძელდება კიდე თვის ბოლომდე და უფრო მერეც. იმიტომ რომ ეს არის უკვე ჩვენი ახალი გზა. ამიტომ ისმაილ პერესი გეტყვით ახლა ისმაილ პერესს უნდა პრეზენტაცია წარადგინოს კარიბჭე ლიანს გატასთან დაკავშირებით. ანუ პირველად მესმის ამდაგვარი სახელწოდებით კარიბჭე. ანუ მე ხა თქვენ მოგასვენინეთ, უბრალოდ გადაგითარგმნით ისმაილ პერესის კარიბჭე ლიანს გატას პრეზენტაციას. კიდე გავიმეორე, ლიანს გატა ან ლიანს გატის პრეზენტაციას. ეს ინფორმაცია ეს უფრო ადრინდელი ჩანაწერია, მე რომ ისმაილ პერესის ახლა ბოლო ვიდეო დაგიდეთ თქვენ. უფრო ადრინდელი ჩანაწერია, ამიტომ აქ ისმაილი არ საუბრობს ბოლო ვიდეოზე. ბოლო ვიდეოზე ის საუბრობს წინა ვიდეოში. ამას წინათ გუშინ არ ჩამიწერია მე ვიდეო, იმიტომ რომ გუშინ აჯიკის პრიპასები ვიყიდე, ნაწილი, იმიტომ რომ ძვირია. მე წითელი აჯიკას ვაკეთებ, 2 დოზა წამოვიწყე. საჩუქრად მიდოდა რამდენიმე ადამიანისთვის და ეს 2 დოზა წამოვიწყე და ნახვალი გავაკეთე ახალ წელს, ახალი წლის შემდეგ. და ბულგარული წითელი ჯვირი ექსილარია და ვერ ვიყიდე ისა სული ის ნახვალი ბულგარული გავაკეთე, ნახვალი ისა წითელი ნახვალი მწვანე, მაგრამ სადაც ჯერ კიდევ უნდა 1-2 კილო ნახვარი ბულგარული, 3 კილო ნახვარი მეგონა, 2 კილო ნახვარი ბულგარული მაკლია და ეს გაწვენდილი. მე ვიყიდულობ ჭრი ნაგავისგან ვათავისუფლებ და შემდეგ წონი და ამდაგვარად ვანგარიშობ. ხო და კიდევ წითელი ბულგარული და 4 კილო და 300 მ და გაწმენდილი წარე პიმპილა. გაწვენდი როგორ? ყუნწებს ჭრი, ისე მთლიანად შოფერში ვატარებ. ხო და ამიტომ თან გუშინ დაღლილიც ვიყავი და დაღლილის სახით. ხა სხვა ამბავია, მე თუ ჩაწერის დროს ხანდახან ისეთი დაღლილობა თქვენს მოწმები იყავით, ხო, შეიძლება იმ მომენტში წნევა მივარდება და ამიტომ თორე მე სულ ცდილობ დასვენებულზე და გამხმებულზე ჩავწერო ვიდეო, იმიტომ რომ მე ამ ვიდეოთი თქვენ გადმოგცემთ ჩემ პოზიტიურ ენერგიებს, ხო? როდესაც პოზიტიურად ვარ განწყობილი და როდესაც მე თუ თქვენ ახლა დახრომილი სახით გადმოგეცით ვიდეო და
დახრემილი სახით დაგელაპარაკეთ და დახრდახანცული ასეთი მსხვერპლი არავის სჭირდება, იმიტომ რომ მე მინდა ჩემმა ვიდეოებმა თქვენ გაგახსნებოდეთ და ამიტომ თუ ვიდეოს ვლევობისას მე ან ვამტკნარებ, ან უცებ დამაწვება რაღაც დაღლილობა, მეწუნეთ ეს მესწრაფად ამისთვის მე თვითონაც არ ვიყავი მზად, მაგრამ თქნარება ვიცი, იმიტომ რომ ამ ხალხის ენერგიები ჩემს მოქმედებს. მე ხომ მათ თარგმნი, მათ ვიდეოებს ხომ უსმენ და ვიდეოებით ნებისმიერ ენერგია შეიძლება ადამიანებზე გადაიცეს. ამიტომ მე ვცდილობ სულ დასვენებულზე და ან გახალისებულზე, ან პოზიტიურად განწყობილ მდგომარეობაში გამოგცეთ თქვენ ვიდეოები. მე ძალიან მიხარია ამ საქმეს რომ ვაკეთებ. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მე მაქვს ახლა დროის საშუალება, რომ ვაკეთო ის, რაც ჩემ გულს უხარია. კარგით, მოდით ახლა მე თემას გადავუხვიე ძალიან და ეს ინფორმაცია, დღევანდელი ინფორმაცია, დღევანდელი არა, ეს 8 აგვისტომდე ინფორმაცია, თუ 8 აგვისტო, რა მნიშვნელობა? მას მიაწოდა იუპიტერის სამეთაურო პუნქტიდან მზესთან დაკავშირებით, რომელიც ემთხვევა ჩვენ ზის სისტემას. ყოველი წლის ყოველ 8 აგვისტოს. და ისმაილ პერესი ამბობს, რომ მე ვაპირებო აღწერო რა ხდებაო იმ დროს, როდესაც ეს დღე დგებაო. მე ამების ახსნას ვაპირებო galaktikis თვალსაზრისით, ანუ იქიდან როგორ ხედავენ ამ პროცესს. ხო, მე მივესალმებიო ყველას, ხო, ისე დაიწყებს თავის წიგნებს უკეთებს რეკლამას წამლებს, რომელსაც სვამს. ხო, ამას გამოვტოვებ. ხო, და ყველას ულოცავს ლომის, ასე ვთქვათ, კარების, რატო და აქტერია პარტალ ლვინიხ ვრატ. ვრატა არის კარიბჭე. სიტყვა ვრატა ითარგმნება როგორც კარი, შესავალი, შესასვლელი, როგორც კარიბჭე, მაგრამ სიტყვა პარტალ ნიშნავს კარიბჭეს. ამიტომ მე რომ ბუკვალურად გადავთარგმნო, გამოვა რომ მე ორჯერ გავიმეორე სიტყვა კარიბჭე და ბევრმა შეიძლება ეს ვერ გაიგოს. ამიტომ მე გეტყვით სხვაგვარად. ლომის კარების გაღება. ასე ვიტყვი, რომ თქვენ გაიგოთ. ლომის კარიბჭეების გახსნა, უფრო სწორად. ლომის კარიბჭეების გახსნა. ასე უფრო ლიტერატურულად ჟღერს. და ამ დღეს ულოცავს ყველას. ისმაილ პერესი. ეს არ გვინდა. ნუ ხო, ამას აგი ატარებს მეცადინეობებს და ამას აქვს იმის უნარი, რომ ხალხს დაეხმაროს, ასწავლოს რაღაცა. ხო, ყავს ჯგუფები, ფასიანი, მაგრამ ჯვირს არ ახტევინებს. თუ დაუშვათ სხვა ახტევინებს ადამიანს, თითო ადამიანს $500, ეს $100 ახტევინებს. ძალიან იაფია. მაგრამ ეს უკვე ამერიკაში ხდება. ამერიკელების სწორედ ჩვენ და რამ ხელს შესავალს აკეთებს. კურსები არ გვინდა. ხო, და ამ ლომის კარიბჭეების ნომერი ყოფილა 88. როგორც იცით ჩემი ვიდეოებიდან, ყველა პლანეტას, ყველა მზეებს, galaktikებს ლოკაციურ
სამყაროებს აქვს ნომერი. Წამოგიდგინათ რა მხელა ის ამოვიხე ხა გამოვტოვე შესავალი. არა, ის საჭიროა მისი სვენელებისთვის ამერიკაში ცხოვრობს. მეც არანაკლებ გრძელ შესავალს ვაკეთებ ხოლმე, ხო? ვიხუმრე. ხუმრობა რა საკურველია. არა, მე მართლა ვიცი ხანდახან ჩავთავდა მე მიტოვება არ ვიცი. ყველა ვარსკვლავები რანო? არის ერთი დიდი ცისფერი ვარსკვლავი, რომელმაც მიიქცევა ჩვენი ყურადღება მთელი ისტორიის განმავლობაში. ეს არის ვარსკვლავი სირიუსი. არსებობს ბევრი მიზეზები, რომლიდან გამომდინარე, ლომის კარიბჭეები ნომრით 88 ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სულიერი ტრადიციებისთვის, ყველა ერშიო. მაგრამ არსებობს გალაქტიკასთან კავშირი, რომელიც დაკავშირებულია ვარსკვლავების დაბადებასთან. ყველა უსახელო მისტიკურ ტრადიციებში, ყველა კულტურაში სულიერი მზე ცნობილი როგორც სირიუსი B, კიდევ შეგახსენეთ რომ არის სირიუსი A, B და C. და აქ საუბარია სირიუს B-ზე. ცნობილია როგორც სირიუსი B, დიდი ლურჯი ვარსკვლავი, ეს სირიუსი B ყოფილა ლურჯი ვარსკვლავი, ლურჯი ფერის ვარსკვლავი და ეს სიმბოლიზირებდა ინიციაციის გაბრწყინებას და კაცობრიობის მაღალ პოტენციალს. ამიტომ ატლანტიდის დროში, როგორც და სხვა ეპოქებშიც, ოქროს საუკუნეებში, შეიძლება ტარტარიის დროსაც კი მიძღვნილები ამ მაღალი ევოლუციისადმი იყენებდნენ ამ თარიღს ასამაღლებლად და მის მიძღვნისთვის იმათვის, ვინც სულიერად იყო გადასულიყო ევოლუციის შემდეგ დონეზე. კოსმოლოგიაში სირიუსი განიხილება როგორც არქეტიპი სულიერი ხელმძღვანელობისა, ჩვენი ლოკალური ვარსკვლავური გროვისა. სწავლებებში, რომლებიც შენახულია იუპიტერის მეთაურობის პუნქტში, ჩვენი ხილული მზე, ცნობილი როგორც გელიასი და ვესტა, აღწერილია როგორც ფიზიკური სინათლის წყარო, მაგრამ იუპიტერის მეთაურობის მზის არქივებიდან გამომდინარე, სირიუსი, ჩვენი სულიერი მზე, არის წყარო სულიერი სინათლისა, ცნობილი აგრეთვე როგორც უდიდესი გამწყნება ან უდიდესი გამნათლებელი. ხო, რაც ახლა ეხება ხმას. ახლა მე ტელეფონი ახლოს მიდიოდა და ვცდილობ ხმალად ვისაუბრო და ამიტომ ისმის ჩემი ხმა, თორემ ხანდახან მოცილებით თუ დავდებ ტელეფონს, ხმა კარგად არ ისმის. და მირჩიეს მე მცვენელებმა მირჩია, ერთმა მცვენელმა იყიდებაო ტელეფონის მიკროფონები. მე თქვენ რჩევას დავუდე ყური და მოვიძებნიე ტელეფონები. ახლა ამ ეტაპზე იქ სადაც მივდით ესე ტელეფონები მეთქი, მიკროფონები. ამ ეტაპზე სადაც მივედი მიკროფონი გაყიდული ქონდა იმ კაც, მაგრამ ფასი რო გავიკითხე, ორი იდენა თურმე კოლოფში, სხვაგანაც გავიგე, შეიძლება სადმე იაფა წავაწყდე. და 2 ცალი იდო და ბოლო ახლა გავყიდი 50 ლარში. ფასი ვიკითხე მაინც. იცით სიმართლე გითხრა, 25 ლარიც ძვირი ახლა ჩემთვის, მე რომ მიკროფონში დავხარჯო ამ ეტაპზე. თორემ მე კიდევ მოვიძებნიებ, შეიძლება ცოტა იაფათაც ნახო სადმე. არა, მე მართლა მჭირდება მიკროფონი. მჭირდება. და
აუცილებლად შევიძენ, მაგრამ დრო მჭირდება. იმიტომ რომ ახლა ამ ეტაპზე ამ თვეების განმავლობაში მე მიკროფონს ვერ შევიძენ. ამიტომ დიდ ბოდიშს გიხდით ზოგჯერ, როდესაც ჩემი ხმა არ ისმის. ხანდახან არ ვიცი რატო ხდება მასე. ალბათ ვცდილობ ტელეფონი ახლოს მქონდეს, როდესაც წერ ვიდეოს. სირიუსი ახუძებს მეხსიერებას, ანუ აქტიურებს მეხსიერებას, აძლევს კოსმოსურ გონებას გაიაროს ჩვენ ორგანიზმში ასე რომ ახლა არის იდეალური დრო მანიფესტაციისთვის. მათთვის ვინც არ იცის რა გულისხმობს ისმაილ-პრესი ამ სიტყვის ქვეშ. მანიფესტაცია ეს ნიშნავს ჩვენ სამყაროში ხმამაღლად გამოვთქვათ ჩვენი სურვილები, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება რაღაცასთან დაკავშირებით, მე არ ვიცი ახლა თქვენ რასთან დაკავშირებით მინდა, მაგალითად რომ მე არა ვარ მონა, მე ვარ ღვთაებრივი არსება, მე ვარ ჩემში არის ღვთაებრივი ნაპერწკალი, მე ვარ თავისუფალი, მე მაქვს ნები, ჩემი ნება და მე არავის არ აქვს უფლება ის ჩემი ნება წამართვას. ამდაგვარი რაღაცები. აგრეთვე მე თქვენ მოგიყვებითო რა მოხდებაო 18 რიცხვში, როდესაც შედგებაო მთვარის დაბნელება. ანუ 12 რიცხვში მარტო მზის დაბნელება კი არ იყო, მთვარის დაბნელებაც იყო. და იყო ახალი მთვარე. ხო და 18-ში ისევ არის მოსალოდნელი მთვარის დაბნელება. შეეშალა. ბოდიში მოიხადა ახლა. შეეშალა. ციფრები შეეშალა და ბოდიში ვიხდიო 12-შიო. მეც არ გამიკვირდა 12-ში იყო დაბნელება და ხო. მაგრამ არა მხოლოდ 12-შიო, 18-ში და 19-შიც მოხდება თურმე მზის დაბნელება. 18-ში და 19-შიც. ამბობს ისმაილ-პრესი, არ ვიცი ეს ტექსტია. არა მგონი ამ ხელად გაუგებრობას როგორ ჩააგდეს. ნუ ნახავთ რა. ეს 12-მდეა ჩაწერილი. ამიტომ მას გამოვტოვებ. როდესაც ჩვენო შევიგრძნობთო ენერგეტიკულ მოქმედებას ამ დაბნელების დერეფნებიდანო, ჩვენ ნახავთო ამაღლების პირველ ტალღას. ძველი მზის არქივებთან დაყრდნობით ცნობიერება ვრცელდება მთელ ირმის ნახტომის გალაქტიკაში და წარმოადგენს გაფილტრულ სინათლეს დაკავშირებულ იერარქიასთან. ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, როგორც ვინიცით, იმყოფება, არის განლაგებული უფრო სწორად გალაქტიკური ბირთვი, რომლისგანაც ყველა ვარსკვლავები ამ გალაქტიკა ირმის ნახტომში ღებულობენ ენერგიას და სინათლეს. ამ ჩანაწერების თანახმად გალაქტიკური ბირთვი ეს არის უდიდესი გული ირმის ნახტომისა. ეს არის წყარო, რომელიც წარმოადგენს ერთიანობას, აღორძინებას და თუ ენერგია გამოიყენება უფრო სწორად დანიშნულებით, იქნება მუდმივი განახლება.
ამ ცენტრალური წყაროდან, რომელიც წარმოადგენს galaktikul ბითს, მთელ galaktikis მასშტაბით ვრცელდება ცოცხალი გონების ნაკადები. და როგორც კი ის აღწევს ჩვენ ვარსკვლავს, ჩვენი ვარსკვლავური გროვის, ადგილობრივი ვარსკვლავური გროვის თვალსაზრისით ითვლება, რომ ეს სირიუსია. galaktikis ბირთვი მიმართავს ავრცელებს თავის ინფორმაციას სირიუს მეხუთეზე, სირიუსი 5? ისე კი გამიგონია, რომ ბევრი სირიუსი არსებობს, მაგრამ კარგი, დავტოვოთ ასე, სირიუსი 5. სირიუსი შეიძლება ბუა, იმიტომ რომ ლათინური დაწერა ტექსტს, ავტომატურად დაიწერა ტექსტი. ხო, სირიუს ბ-ზე აქვს საუბარი. არ გამიგონდა მეც, 3 სირიუსი არსებობს და სირიუსი ბ-ზე აქვს საუბარი, რომელიც არის აგრეთვე ქრისტეს სახურების ეპიცენტრი ირმის ნახტომის საზღვრებში. მათთვის ვინც არ იცის, სირიუსი ბ თავის მხრივ ამ ინფორმაციას ავრცელებს ალკიონზე. და რასაკვირველია, ჩვენ ვართო მეხუთე დაკარგული ვარსკვლავი პლეიადების გროვაში. და ყოველ ეტაპზეო ეს სინათლეო, რომელიც გამოდისო ჩვენი სულიერი მზისგანო, სირიუსი ბ-სგანო, წარმოადგენსო განსახიერებას უნივერსალური პრინციპებისა ფორმას, რომელიც შეიძლება იყოს ინტეგრირებული შემდეგ ქმნილების დონეზე. ძველები ყოველთვის თვლიდნენ სირიუსს უდიდეს ტრანსლატორს, იმიტომ რომ ის ფუნქციონირებს როგორც ძლიერი გადამცემელი ინფორმაციისა, რომელიც ვრცელდება ჩვენ მზის სისტემაში, ამდაგვარად იმის მაგივრად რომ შექმნას თვითონ კოსმოსური ნაკადი, ითვლება რომ სირიუსი ირეკლება როგორც მიმღები და გამწმენდი უფრო მაღალი სიხშირეებისა, რომლებიც გამოდიან galaktikis ბირთვიდან მანამდე სანამ ისინი გამოვლინდებიან. როგორც ჩვენი ვარსკვლავი ბრუნავს ალციონის გარშემო 25-26,000 წელი, ცნობილი როგორც პლატონური წელი, ჩვენი ვარსკვლავი ყველა ვარსკვლავურ გროვასთან ერთად, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით, ამ შემთხვევაში ალციონს, ის ბრუნავს სირიუსის ბ-ს გარშემო და თავის მხრივ ჩვენ ვარსკვლავურ გროვასთან ერთად ჩვენი galaktikis ბირთვის გარშემო. ეს გამოდის, რომ ეს ჩამოგავს რევოლუციაში უფრო მსხვილ ორბიტებზე. სირიუსი წარმოგიდგება ჩვენ როგორც გადამქნელი, რომელიც არეგულირებს დენს, მანამდე სანამ ეს დენი მოხდება ჩვენ მზის სისტემაში. და რაღაც მომენტში ჩვენი მზის სისტემა ბრუნდებოდა, ადრე ბრუნავდა, გინდა იჯერეთ, გინდა რა, ჩვენი მზის სისტემა ადრე ბრუნავდა სირიუსი ბ სისტემის გარშემო. ჩვენი მზის სისტემა იყო სირიუსის ვარსკვლავური სისტემის ნაწილი. სირიუსი ბ ადრე იყო სამაგი სისტემა, ახლა არის ორმაგი. ჩვენ გვაქვს A, B, C სირიუსი, მაგრამ ჩვენი მზის სისტემა მასში არ შედიოდა. რაღაც მომენტში გინდა იჯერეთო, გინდა რაო, ის იყო, მისი ხშირები იყო ჩამოგდებული და მისი ხშირები იყო დაწეული და გადაადგილებული ირმის ნახტომის
სახელურის კიდეზე, სადაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო ასობით ან ათასობით წლების განმავლობაში, ან შეიძლება მილიონობით წლების განმავლობაში ვართ ახლა. ვიყავით ისეთ ადგილზე, როგორცაც ახლა ვართ. ანუ აღმოჩნდით ისეთ ადგილზე. სირიუსს აღწერენ როგორც ადგილს, სადაც მზადდება უფრო მასშტაბური გალაქტიკური ნაკადი. ევოლუციური ციკლები ჩვენი მზისა და ჩვენი სამყაროსი, რომელიც ბრუნავს მის გარშემო. ამდაგვარად სირიუსი ხდება სინამდვილეში ხიდე გალაქტიკა ირმის ნახტომის და ჩვენი დედამიწაზე ჩვენი პირადი გამოცდილებებს შორის. 8 რატომ? არა, მე მაპატიეთ ეს ტექსტ ხო ვკითხულობ მე და აქ ზოგჯერ არასწორად აქვეყნებენ რობოტის ნათქვამს. 80 ლომის კარიბჭეები 88 კი არა ნომრით, არა. ლომი 8 და 8-ს ნიშნავს, ანუ 8 აგვისტო 8 რიცხვი მერლე თვე, 8 და 8. ასე რომ 88 არა. ამ 8 ორი რიცხვის 8 და 800-ი გათანასწორება რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანიო? იმიტომ რომ ამას აქვს მნიშვნელოვანი სიმბოლური მნიშვნელობა უпростоრად. სინამდვილეშიო ყოველწლიური პერიოდი ამ ლომის კარიბჭეებისაო, რომელიც საიდუმლო სწავლებების მიხედვით დგება ყოველ წელს, ყოველ ამ დღეს, ყოველთვის ნიშნავს შეხსენებას ზეციური კარიბჭეების გათანა ბრაზე, რომლებიც აერთიანებენ ჩვენ პლანეტას ან ჩვენ მზის სისტემას ზეცასთან, ანუ კოსმოსთან. ამიტომ მას უწოდებენ სულიერ მზეს. და შემთხვევითობით არა, რომ პირველი დათესვა ამ პლანეტაზე, რომელიც მოხდა 560 მილიონი წლების უკან, როდესაც დედამიწა ჯერ ფუნქციონირებდა ჰარმონიულ სამყაროსთან ორთან მეოთხე და მეხუთე განზომილებებში და ეს დათესვა ადამიანებისა იყო მომხდარი სირელების მიერ. მე ამას ვადასტურებ, იმიტომ რომ ბორევის წინში, რომელიც მე გადაგითარგმნ თქვენ, არ მახსოვს ახლა ზუსტი, არ მინდა შემიშალოს, ამიტომ კაცობრიობის ისტორიასთან დაკავშირებით ეს წიგნი. ზუსტად არ მახსოვს როგორ ამ წიგნის სახელწოდება, მაგრამ ვიცი რომ დედამიწისა დედამიწელების ისტორიასთან დაკავშირებით და იქ წერს ეს ბორევი რომ აი ისეთი ადამიანი ჩვენი სახით, როგორც ადამიანი, მაიმუნებთან შენარევი ადამიანები კი არა, ჰიბრიდები არა. აი როგორც ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანებიც მაგვარი ახალ ვართ. სირიუსიდან, რადგან სირიუსი არის ორმაგი ვარსკვლავი, იქ ოჯახებს ქმნიან ზუსტად არ მახსოვს 16 ქალი და 16 კაცი. ხო? თუ არ მიშლება 16 ოჯახი შედგება იქ 16 კაცისაგან, 16 ქალისაგან. და ჩვენთან, რადგან ჩვენთან ერთი მზეა, ამიტომ ერთი კაცი, ერთი ქალი. და როდესაც უცოდინარობის გამო ადამიანს ყავს რამდენიმე პარტნიორი, აქ ეს ასე ვთქვათ, არ ეხამება ადამიანის ბუნებას, იმიტომ რომ არ ხოვენ ბუნების კანონებს. საერთოდ ერთ
პარტნიორს უნდა ყავდეს ერთი პარტნიორი, რომელსაც არჩევს თელი ცხოვრება. ეს ხელმოწერები და ქორწილები ადამიანმა მოიფიქრა გასართობად, თორე როდესაც ადამიანი აირჩევს ერთ პარტნიორს, ის თელი სიკვდილამდე მასთან იქნება, ის სიცოცხლის ბოლომდე. ასევე სირიუსზე იქ ოჯახი შედგება 11 კაცისაგან, 11 ქალისაგან. და ეს წყვილი, ეს 32 სირიუსიონელი იქ არ აქვს ისეთი ფიზიკური სხეულები, როგორიც ჩვენ გვაქვს. და ეს სირიუსიონელები ჩამოიყვანეს აქ მზის გავლით, მზის კარიბჭეს გავლით. თანდათანობით, როდესაც ჩვენ სისტემაში შემოვიდნენ, მაგათმა შეიმოსვენ ხორცი, ჩვენებური სხეული, თორე იქ არიან ენერგეტიკულები უფრო. ენერგეტიკულ სხეულებში. ხო და მე ხა არ გავაგრძელებ ამ ამბავს, თუ გაინტერესებთ, თუ რუსული იცით, მოდევნეთ ეს სიგნი, იქ სახელწოდება არის სილკებში იქ ჩვენ ვიდეოს ქვევით ნახავთ, თუ არა და ქართულად მოусმინეთ და თუ არა და თუ ჩემ ნაწილს ამოიკითხავთ, ოღონდ სად არის მაგი, ვინ იცის, ოღონდ წინასწარ გამავთხილეთ. არა, მე ხელნაწერებს არ ვყრი. იმდენი შრომა მაქვს, თან კატარაქტიანი თვალით წერდი მაგას. მე ამოკითხვა მიჭირდა. იმ ხელასვებით წერდი და იმასაც ვერ კითხულობდი. ხო, მაგრამ მე ხო არც ვედი კატარაქტა რომ მქონდა, მე ვიფიქრე, ხედულობა დამიქვეითდა, იმდენამდე რომ მიჭირდა კითხვა. თუ კატარაქტა მქონია და იმ ხელასვებით წერდი, იმასაც ვერ კითხულობდი. ამიტომ გეუბნები, თუ წაიკითხოთ ჩემ ხელნაწერს, მე ახლა ჯერ კიდევ არა ვარ მილაგებული წესიერად და მე მოვდენი მაგ სადღაც ლოგინთა კედელს შორის მაქვს. მე ხომ შკაფი არა მაქვს, კარატები არა მაქვს აქ და რაც დღესა ხოლმე არ მჭირდება ის ყველაფერი შორს მაქვს შენახული და ამიტომ გეუბნებით, წინასწარ გამავთხილეთ რომ მოვიძებნიო. ჩემ ხელნაწერს მესენჯერში დაგიდებთ, ვისაც გაქვთ სურვილი ამისი. მაგრამ წიგნი მოდევნებთ, ბორევის წიგნი. გონი ხო, დედამიწის ისტორიასთან დაკავშირებით არის. არ მახსოვს ზუსტად აი მომკალით. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. ხო. კატების, რასების დახმარებით არა, ის არასწორად გადათარგმნა რობოტმა. მე მინდა მივესალმო დღესო, აქ კატების რასებსო, უდიდეს ლომებს სირიუსიდანო და ლირიდანო. მთელი ამ ისტორიის განმავლობაში ეს დღე ითვლებოდა დროდ, როდესაც ყურადღება ბუნებრივად შებრუნდება შიგ. ამიტომ უკვე მეორედ კითხულობს ამას და გავიმეორებ რას კითხულობს. ეკითხება თავის შენელებს, ვინმეო თუ იყო დღეს დაკავებული პრაქტიკებით, სულიერი პრაქტიკებით, იმიტომ რომ დღე არისო, როდესაც ანუ 8 რიცხვი დღე არისო, როდესაც მედიტაციას უნდა დაუთმოთო დრო. დღეს უნდა შეანელოთო ენერგიები, რადგან მთელი ისტორიის განმავლობაში ბევრი მისტიკები და სულიერი ადეპტები იყენებდნენ ამ დღეს, როგორც ჩვეულებრივ დღეს საფიქრალად. აი, მარტო განმარტოვდებოდნენ და ფიქრობდნენ თავიანთ საკითხებზე. გასანახლებლად სიმამაცის შესაძენად, მაღალი მიზნის საძებნად და მსახურებისთვის, პირადული ტრანსფორმაციისთვის. ბევრი სულიერი საზოგადოებებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავის ცხოვრებაში შეცვალონ ყველაფერი ისე, რომ შეესაბამებოდნენ მაღალ სფასეულობებს, ეს გახდა მნიშვნელოვანი რიტუალური მარკერი. ამდაგვარად ლომის კარიბჭები ყოველთვის იყო ფანჯარა და ამ ფანჯარაში იყურებოდნენ არა მხოლოდ დედამიწის ცივილიზაციები, არამედ სხვადასხვა განვითარებული ცივილიზაციები და ერთ-ერთი მიზეზი ამისა იყო ის, რომ
ჩვენ არ ვიყავით ერთ-ერთი პლანეტა, რომელიც კვებავს ჩვენ სულიერ მზეს. ჩვენ ლოკალურ ვარსკვლავურ გროვაში არის ასობით პლანეტები, რომლებზეც აგრეთვე შეინიშნება ვარსკვლავების განლაგება, ასე რომ ამ დღეს აღნიშნავენ არა მხოლოდ დედამიწაზე, მაგრამ მთელ პლეადების გროვაში. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დედამიწაზე პერიოდები, რომლებიც ითვლებოდნენ მნიშვნელოვანი სულიერი თვალსაზრისით, ყოველთვის დგებოდა უნიშნულოვანი ცერემონიების ჩასატარებლად, მედიტაციებისთვის, ლოცვებისთვის და დღეს, ანუ 8 რიცხვში, ჩვენ ჩავატარებთ სპეციალურ მედიტაციას და დავაკვირდებითო თუ რა მოხდებაო. იუპიტერის არხების გამომდინარე, რომლებსაც ისინი უწოდებენ მზის არქივებს, მისტიკური სკოლები შეგნებულად აკეთებდნენ სინქრონიზაციას მნიშვნელოვანი რიტუალებისა ზეციურ კალენდრებთან, იმიტომ რომ თვლინდნენ რომ დრო ეს არის ყველაფერი და როდესაც საუბარი მიდის გაზრახვის გაძლიერებაზე და კოლექტიურ მონაწილეობაზე, არის მომენტები, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში აქცევდნენ, ანუ მიიზიდებდნენ ყურადღებას მილიონები ადამიანებისაო, ამ დღესო ბუნებრივი გზით აღწევდნენო სპეციალურ მნიშვნელობას, იქიდან გამომდინარე კი არა, ყველაფრის მიუხედავათო, ეს ყურადღება იყო მიმართული მადლიერებაზე და ზოგ შემთხვევაში ზოგი ნეგატიური ლუციფერიანული საზოგადოებები აგრეთვე იყენებდნენ მასე დღეს წვიმ ჩვენთან დედა ეტყო ამით მოხდეს და იმისთვის რომ გააცლიერონო კოლექტიური შიში, გაახმავონო კონფლიქტი მონაწილეების ცნობიერებიდან გამომდინარე, ანუ ვინ რა დონეზე დგას. ბევრ კულტურებში ეს დღე ცივილიზაცია მაია და სხვები იყენებდნენ სხვადასხვა მიზნებისთვის. ეზოთერიკური ტრადიციების თანახმად ითვლება, რომ ამ დღეს აგრეთვე ესწრება ძლიერი ემოციური დამოხტვა. ამიტომ რიტუალები ყოველთვის ტარდებოდა ამ დღეს. მე გულისხმობო ისინიცო, ვინც ვინც ნეგატიურ რიტუალებს ატარებდაო ამ დღეს. ხო, არა მხოლოდ პოზიტიურად განწყობილი ელემენტები ელოდებოდნენ ამ დღეს, არამედ ნეგატიურად განწყობილი ელემენტებიც, იმისთვის რომ შავი მაგიის რიტუალები ჩაეტარებინათ. როგორც ნებისმიერი ინსტრუმენტი, მნიშვნელოვანი ამდაგვარი თარიღები, როდესაც ხდება გათანასწორება ბუნებაში, კოსმოსში, იყენებოდნენ არა მხოლოდ საკათდღეოდ, როგორც მგითხარით, არამედ საბოროტად ცუდ საქმეებშიც. მაგრამ ეს ეხებოდაო მათ, ვინც ოკულტიზმს ემსახურებოდაო და იცოდაო ამ სულიერობის მნიშვნელობაზე. გათანაბრება ჩვენ სულიერ მზესთან. აგრეთვე მითოლოგიაში ხშირად ხდება ამდაგვარი განმეორებადი ფაქტები, თემები. მაგრამ არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა. თუ ჩვენ ვატარებთ სინათლეს და გურჩევნია რომ ჩვენი ვიბრაციები იყოს მაღალ სიხშირეზე, ეს ჩვენზე არ იმოქმედებს. ყოველთვის არის არჩევანი, ყოველთვის და არჩევანი აგრეთვე განისაზღვრება ჩვენი სიხშირეებით. და მომავალი განისაზღვრება ჩვენი რეაქციით მოხდარზე. დედა.
რატომ არის არა ეს არ გვინდა იუპიტერის მეთაურობის არქივებიდან გამომდინარე სირიუსის ნაკადის მაღალი გამოვლენა ეს არ არის მისწრაფება ესტრაორდინარულ უნარებთან არამედ განვითარება კეთილ სულელებისა სხვებისთვის სახურება ვიღე საკუთარი თავის სახურება და ამ ასრში ეს დიდი კარიბჭე რომელიც იღებაო დღეს ანუ კიდევ გახსენებთ რომ ეს არის ჩანაწერი მაგრამ ეს ენერგიები რომლებიც ამ დღეს შემოვიდა უბრალოდ ხანძლივად კიდევ რაღაც პერიოდის განმავლობაში იმოქმედეს ჩვენზე ამიტომ მე გადავწყვიტე ამ ვიდეოს გადათარგმნა კარიბჭე ლომის კარიბჭეები ეს არის სიმბოლური მეტაფიზიკური კარები ტრანსფორმაციისა ცნობიერების ტრანსფორმაცია რასაც უწოდებენ შიდა ჰარმონიას და ეს ყველაფერი ხდება 8 აგვისტოს და დღეს ამ სულიერ გზაზე დგას ძალიან ბევრი ხალხი ამდაგვარად ძალიან ბევრი ხალხი იღვიძებს ჩვენ გვაქვსო მაღალი მე ჩვენს ზის სისტემასაც აქვს მაღალი მე და ჩვენი ზის სისტემის მაღალი მე ეს არის სირიუსი ბ დიდი ცისფერი ვარსკვლავი რომელიც ცნობილია აგრეთვე როგორც სულიერი მზე და ნიშნულოვანი არისო გავიგოთო რომ ამ დღის სიმბოლიკაში ესწრებაო ლომის თანავარსკვლავედი სირიუსის კაშკაშა მზე რომლის ნუმეროლოგია არის 8 არა ესწრებაო ნუმეროლოგია რიცხვი 8 აგვისტო და ძველი ეგვიპტური თაყვანისცემას ზეციური ციკლებისა ყველაფერი ერთად სირიუსის კაშკაშა ვარსკვლავი ლომის თანავარსკვლავედი და ნუმეროლოგია რიცხვით 8 აღსოვიანებთ ჩვენ სულიერ ტრადიციას და ხალხს აიძულებს კარგი გაგებით გაცნობიერებულად მიმართოთ თავისი ცხოვრება ახალ ნაკადში ახალ გზაზე უბრალოდ მოდით ვისაუბროთო ცოტაო რიცხვ 8-ზე ნუმეროლოგიის თვალსაზრისით რიცხვ 8 ასიმბოლიზირებდა ძველი დროიდან უსაზღვრობას თანასწორობის უსაზღვრობას და აღმოცენების უსაზღვრობას ეს არის შეუწყვეტელი აღორძინების პროცესი თუ გადააბრუნებთ 8-ას გვერდზე ის გადაიქცევა უსაზღვროების სიმბოლოდ ამდაგვარად რიცხვ 8 სიმბოლიზირებს მარად მოძრაობას ენერგიებისა ზრდის ციკლების გავლით გამოცდილების და განახლების გავლით გაზრდის ციკლები როგორც უსაზღვროება და განახლება ნუმეროლოგიაში განმეორებადი რიანები ყოველთვის ასოცირდება ძალის შეძენასთან სულიერი სიმწიფე ბალანსი მატერიალურ და სულიერ შორის ხვავი ბარაკა და დამთავრება ერთი ციკლისა და დასაწყისი მეორე ციკლისა თავარიაო გაიგოთო რომ
იშვიათი ლომის კარიბჭეები ამ დაბნელებების გამო, ამ დაბნელების დელეფნის გამო, რომლებიც მოხდება ახლო რამდენიმე დღეში, ამიტომ გალაქტიკურ საზოგადოებაში თვლიან, რომ ახლა დრო დადგა ჩვენი ფენზე წამოდგომისა. შეიძლება ეს დაბნელებები, რომლებიც უნდა მოხდეს ამ დღების განმავლობაში, ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ ზის ამოფრქვევა მოხდესო. მე არ გამიკვირდებოდაო, არც მე გამიკვირდება, მისი ველოდები, ისე ველოდები, წარმოგიდგენიათ? აი მე ხო ბინისტრში ვდგავარ ახლა, კი, ჩემთან ამას ვეუბნები, რომ კი, სანამ ფიზიკურ სამყაროში ვცხოვრობ, სანამ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობ, ბინას ვჭირდება, ფული ვჭირდება, ჯანმრთელობას ვჭირდება, საჭველიც ვჭირდება, ტანსაცმელიც, მოსაცმელიც, მაგრამ პრიორიტეტი ჩემთვის მე დავაყენე პრიორიტეტად გადასვლა. თუ გადასვლა მოხდა მანამდე, ხო? მე დიდი სიამოვნებით მივიღებ ამას. ისე მინდა მე გადასვლა. ისე მინდა ახალ საფეხურზე ავიდე ჩემი ევოლუციური განვითარების ახალ საფეხურზე. იმიტომ რომ მე დიდი ხანია გული ამივარ და ფიზიკური მატერიალური სამყაროს მიმართ, მაგრამ მე ჩემი თავი დავარწმუნე იმაში, რომ შენ ჯერ წასასვლელად არ მივიზადო, ანუ მე გულისხმობ სიკვდილს. ხო, რადა ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამ ისეთი მოხდა. ან რა დამცირება მას გადატანილი მესხობისაგან, სიტყვიერ. და სიტყვიერი საერთოდ ყველა ფსიქოლოგიური ამის არა, მე ამას არ ვიხსენებ ტკბილეულად, ჩემს ეს უკვე არ მოხდეს. მე უკვე ეს ტრაუმა გადავამუშავე ჩემში. რაც კი ტრაუმები ქონდა, ფსიქოლოგიური, სულიერი, ყველაფერი გადავამუშავე ჩემში. და მე რატო ვახსენე ახლა ეს? და ბევრჯერ შევეჯახე ისეთ მომენტებს, როდესაც მე გასახერებიდან უნდა წავსულიყავი. ჩემინებით მინდოდა წასვლა. ჩემინებით ამდენჯერმე სუიციდის გზით, მაგრამ ბევრჯერ შემოუთავაზებიათ ჩემთვის, რადგან მე ვიბრაციებს უნდა ვწევდი ჩემი იმის გამო, რომ ნერვიულობდი, გულთან მქონდა ყველაფერი, პრობლემაზე მქონდა კონცენტრაცია გაკეთებული, არ ვიცოდი როგორ მოგწოვრიყავი და ამდენი რომ თუნდა რამდენი სახავი ხო და მე როდესაც შევიგნე მე და ჩემი თავი მივიღე, ჩემი პრობლემები მივიღე, შემდეგ გზა გაიხსნა და ახლა როდესაც ეს ყველაფერი ვიცი მე და ველოდები ამ გადასვლას, ჩემ თავს ვეუბნები, ჩემ თავს არა, სამყაროს ვეუბნები ნათელ ძალებს. მე ხომ ჯანმრთელობის გაუარესება დამეწყო ჯოხზე, ჯოხი დავიწყე სიარული, ხერხემალზე პრობლემების გართულების გამო და ნათელ ძალებს ვუთხარი. ამომასუნთქვინეთ და ნუ მომცეთ საშუალებას მე ან ჩავლოგინდე, ან მოგდე უარეს შემთხვევაში, მაგრამ ჩალოგინებაც არ მინდოდა. მომეცით ძალა, თხოვე ასე პირდაპირ ნათელ ძალებს, მომეცით ძალა, რომ მე ფეხზე ვიდგე, თუნდაც ჯოხით. და მომეცით მე საშუალება და მიმატეთ ენერგიები იმისთვის, რომ მე გავაგრძელო ცხოვრება ფეხზე დამდგარი და ჩემი ამოცანის მომეცით საშუალება ჩემი ამოცანა დავასრულო. ასე ვთქვი პირდაპირ სამყაროს მიმართ ნათელ ძალებს.
მე არ მინდა ისევ ამ წრეზე ვიარო. ანუ ხომ გესმით რას გულისხმობ? ჩვენ ხო რაღაც დავალებით ვართ მოსული, ხო? ზოგი გადის ამთავრებს ამ წრეს. ზოგი ვერ ასრულებს თავისი დავალებას, ვერ მიყავს მისია ბოლომდე და მას აიძულებენ, თუ შენ ვერ ჩააბარე გამოცდები საბოლოოდ, როგორც სკოლებში ხდება. შენ ისევ ახალ წრეზე გაგარონიებენ. ეს აი როგორც სკოლაში ხოლმე ტოვებენ ოროსნებს მეორე მესამე წელს. ხანდახან მე შევხედე ისეთებით, რომლებიც ორჯერ დარჩენილა ორიანების გამო. ხო და მე არ მინდა მე ვთხოვე სამყაროს, მე არ მინდა შემდეგ კიდევ ერთხელ, მე ხომ არ ვიცი რამდენჯერ ვიარე ამ წრეზე, არ მინდა მე ვუთხარ. მე არ ვიცი რამდენჯერ გავიარე მე ეს წრე, მაგრამ ეს მინდა ბოლო წრე იყოს ამ ეტაპზე. აი ეს მესამე განზომილების ბოლო წრე. მომეცით მე საშუალება ეს წრე დავხურო, გავაკეთო, დავამთავრო. და უმეტესად თავს მარტო დავრჩი, მამაც გადამეცვალა, თან მარტო დავრჩი. რაც უდია თან უნდა იყოს შობელი მაინც სხვა, ხო? ახლობელი ადამიანია. მე მამა ძალიან მიყვარდა, როდესაც მარტო დავრჩი, როდესაც გარდაიცვალა მამა, მე კი ვიცოდი რომ ვინ იყო ჩემ გარშემო და ვინ იყო არა ჯერ არის რომ ვინ იყო ჩემ გარშემო და რა სიზამდა მამის სიტილის შემდეგ. რა მოხდებოდა მამის სიტილის შემდეგ, ვიცოდი მე ყველაფერი. და ხედავდი ადამიანებს. სხვათა შორის ინტუიცია მე ბავშვობიდან დამყვება. ოღონდ ხოლმე არ უსმენდი ჩემ ინტუიციას და მე ცხოვრებამ ხომ დამანახა. მე კი ვიცოდი რაც იქნებოდა რა გრძნობდი, ხედავდი. თან კიდევ ბევრი მიზეზებიდან გამომდინარე და თან ფალშ სიყალბეს ხელად გძნობ. ხა ყველთან დაკავშირებით ტყვილი ახლა სანამ ფიზიკური სამყარო არსებობს, სანამ ეს ხო სხვათა შორის მეც არ მიყვარს ძალიან ტყილის თქმა, მაგრამ ზოგჯერად დგება ისეთი მომენტები, რომ სიმართლეს ვერ იტყვი, ხო? მაგრამ მე ტყილის გუდა არა ვარ. ტყვილი არ მიყვარს და შეძლების გვარად მე ვცდილობ ვილაპარაკო პირდაპირ. იმიტომ რომ რაღაც უხერხულად გძნობ, მაგრამ იმასაც ხვდები ადამიანი როდესაც იტყუება. მე ხშირად არ ვამბობ ტყუილს 1000-ში ერთხელ, ნაკლებად მე რო ტყვილი თქვა. ისიც საქმეს თუ სჭირდება დაუშვა რაღაც მომენტში, მაგრამ მე სულ ალალად ვამბობ ჩემს სათქმელს. იმიტომ რომ ტყვილი, ისეთი ტყვილი, რომელიც ტყვილი ყოველთვის გამოაჩენს თავის კუთხს, ხო? და რატომ უნდა დაიკარგოს, მე ამას ვამბობ, რომ სულ ამას ვამბობ, რომ რატომ უნდა დაიკარგოს ჩემზე წარმოდგენა ვინმეს. იცით რა, სახელის გატეხვა მარტო იმაში კი არ მდებარეობს, რომ შენ იგულავო და კაცებთან გქონდეს ფიზიკური ურთიერთობა, ხო? არა, უწესობა მარტო ეს არ არის. რა ვთქვა ხა და მავიწდა მე. ხო, და რამე და გითხრა და მე ვთხოვე სამყაროს რომ მომეცით მე საშუალება. შეიძლება მე ის ამოცანა, რომელიც ჩემზე იყო დაკისრებული, ვერ შევასრულე. მაგრამ მე მზად ვარ. ის ახლა გამოჩნდა ამ წლების განმავლობაში ინტერნეტში ქართული ვიდეოები ეზოტერიკასთან დაკავშირებით, კოსმოსთან დაკავშირებით რაღაც თემები გამოჩნდა, კი? რაღაც თემებს თარგმნიან, კი? მაგრამ მე ვიცოდი რომ ეს აქტუალური თემები არ ითარგმნებოდა, იმიტომ რომ თავს არ იდებდნენ, მაინც რუსეთში არა, რუსეთში ფართოდ იყო გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია. ბოლო წლებში, ხა ადრე არა, მაგრამ ბოლო წლებში ახლაც. მაგრამ რატომღაც ქართულად თავს იკავებენ ღიად რაღაც თემებზე საუბარს.
თუ საუბრობენ ცოტა ისეფრთხილად საუბრობენ თითქოს და ვინმე დახვრეტს ამ ადამიანს თუ ისაუბრა ხო და მე შევთავაზე განგებას მე შეიძლება ჩემი ძველი ამოცანა ვერ შევასრულე მაგრამ მე მზად ვარ ეს ამოცანა შევასრულო ეს ავიღო ჩემ თავზე თუ ეს არ იყო ეს ამოცანა რომელიც მე დამაკისრებ რომ გადავთარგმნო ქართულად ინფორმაცია რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ ხო ან რასაც თქვენ მე მაჩვენებთ რაც საჭიროა და ამას გადავთარგმნი ქართულად და ჩემ ქართულ სვენელს მივაწოდებ მართალია თავიდან ხისიათებოდა იმიტომ რომ სვენელები ხისიათებოდნენ იმიტომ რომ ჯერ ერთი მე არ ვიცოდი რომ ამ ტელეფონზე აი აქ შესაძლებელი ქონდა ვიდეო ჩაწერის ეს მე არ ვიცოდი ნამდვილად არ ვიცოდი და როდესაც მიწევდა რაღაც დრო რაღაცის ძებნა მე ხომ თვალში ცუდად ვიყურებოდი და სანამ იმას ამოვიკითხავდი სანამ მოვძებნიდი თან ზოგჯერ თავიდან მე თავს არ ვაჩვენებდი და ეკრანის წინ ისა დგას ფონი ხო რაღაც დაუშვათ და როდესაც ადამიანს ხედავ ეს მასე გამახსენებლად არ ჩანს მაგრამ როდესაც შენ არ ხედავ ადამიანს და სიჩუმე ჩამოვარდება ეფერში ეს ფერს არ ხსიანებდა მაგრამ რა ვქნა შემოკარგებო თანდათანობით თან ამ კატარაქტის ოპერაციამ გამომიყვანა მდგომარეობიდან და თუმცა ახალმეწრული ასოების საკითხვა მიჭირს მაგრამ სხვას ხედავ სხვა ასოებს და კარგით მოდით ხო ამას მოვყევი მე რომ და მე ამის შემდეგ გრძნობ მხოლოდ კი არა საერთოდ ბავშვობაშიც მე გრძნობდი რომ ვიღაც მიცავდა ვიღაც ისეთი სიტუაციებს მარიდებდა სადაც მე ტრამვები უნდა მიმეხო ფიზიკური მაგალითად მე მამაჩემა რო წამომიყვანა ბებია მამასზე და არ ჩერდებოდა ხოლმე და მარტო ვიყავი საცხატყეში მე ყანები იწყებოდა ჩვენ შემდეგ ზიურში გელეფიზადე ცხოვრობდა მამაჩემი და რამდენჯერ მარტო დამიტოვე ყოფილა და ეს ქონდა ჯინი მამაჩემის რადგან სიმთალეში ცუდი ხასიათი ქონდა და კაცი არ იყო დარჩენილი ვისაც გესლენა არ მოხდა მისი ხოდა შობრების ეგოისტები არიან არ ფიქრობენ იმაზე რომ თავიანთ საქციელის გამო შეიძლება მათი შვილები დასაჯონ არა მხოლოდ ფიზიკურ ადამიანის გულისხმობ არამედ შობრების გამო მეც ბევრჯერ დავშილვარ მათი არასწორი აზროვნების გამო კი განგება სჯის შობას რუჭკო ასწავლოს განგება ხანდახან ბავშვებს სჯის შვილებს სჯის ხალხო ამიტომ თქვენ თუ ეგოისტი ადამიანები ვზანდებით კიდევ ერთხელ დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით რამეს გააკეთებთ თუ თქვენ შვილები გყავთ ფეხზე ნუ დაიკიდებთ იმას რომ თქვენ შვილს არავინ სამაგეროს არ გადაუხდის საქმეც იმაშია რომ ახლა არა ახლა სხვა სიტუაცია მაგრამ მაინც და აი მის შემდეგ მე ამას ხელი მოვკიდე და ვთარგმნით შემოგარგებო კარგით მოდით თემას დაუბრუნდეთ და ხო და რა გვიშოს რომ კარიბჭე გაიღო ამ ლომის კარიბჭეები რასანა ეს თქვი ცალკე ვიდეო მას გადაღებული მაგრამ აი ეს გამეორდები ეს აძლიერებს ხარისხებს რომლებიც დაკავშირებულია სულიერობასთან სინტიფესთან ხვავი ბარაქასთან ბალანსთან მატერიალურ და სულიერ შორის ერთი ციკლის დამთავრება და მეორე ციკლის დაწყება და კიდევ რამე და დაგიმატ თქვენ ახლა რომ მოისურვოთ მანქანა ბევრი ფული სახლი ეგი არა გისრულდებათ ახლა მხოლოდ სულიერი ასრულებებია მოსალოდნელი თქვენ სულიერი განვითარების თქვენ რა გინდათ აი ამას თუ ჩაისურვებთ აგი მართლა ჩაიფიქრებთ უпроსტად მაპატიეთ ამას ჩაიფიქრებთ სულიერთან დაკავშირებით თქვენ ყველაფერი სულიერი აგისრულდებათ რაც ეხება ლომს ლომი
განასახიერებს გულის სიმამაცეს. ქვეყანა ოსის ჯადოქარი არის ასეთი ზღაპარი. და ეს ლომის კარიბჭე ჭიდროთ არის დაკავშირებული ჭრის თვალი. ზოდიაქოს ნიშანთან ლომთან. და შემთხვევითობითი არა, რომ galaktikuri საწყისი სამეფოს სისხლი აგრეთვე წარმოდგენილია ლომის სახით. რატომ? იმიტომ რომ საწყისი ხალხი ჩვენ სამყაროში იყვნენ შექმნილი კატებით ლირის სისტემაში და საწყისი აღთქმის ზონები, რომლებიც დაამყარეს დედამიწაზე დავითის და სოლომონის იესო და მარია მაგდალენის შთამომავლობა ასოცირდება ლომის სახლთან, რომელიც გადასახიერებს ლირის სამეფო ტახტს. ბევრ კულტურებში ლომი გასახიერდება, ბევრ კულტურებში ლომი ასოცირდება სიმამაცესთან, ლიდერობასთან, შიდა ძალასთან, დაცვასთან, სიმართლესთან. და რომელიც დაყრდნობილი არის გულზე. ანუ კონცენტრირებული არის გულზე. ამიტომ იმის მაგერად რომ გააკეთოთ ზედატოვა დომინირებაზე, როგორც წითელი გველეშაპის სახლში ხდება, რომელიც საწინააღმდეგო მდგომარეობაშია ლომთან და კაბალას საქმეების სიმბოლო არის გველეშაპი. დღეს კარიბჭე ეს არ არის იმდენად გარეს მოვლენა, რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ თქვენ თავს მიცეთ შესაძლებლობები. კითხეთ თქვენ თავს, ცხოვრობ თუ არა თქვენთან შეთანხმებით. ავდეთ თუ არა თქვენ ტალანტებს. რა შიშებისგან მინდა მე გამთავისუფლდე, მაგალითად ასეთი შეკითხვაც დავუსვით თქვენ საკუთარ თავს. ცხოვრობ თუ არა მე ჩემ თავთან თანხმობაში. დრევნი ისე რუსულად დავიწყე. ძველი ეგვიპტელები, ამ ცივილიზაციის წარმომადგენლები ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას სირიუსის galaktikურ აღმოსვლას. რატომ? იმიტომ რომ ის ემთხვეოდა ყოველდღიურ მდინარე ნილის წყალდიდობებს და ვინც სწავლობდა ძველ ეგვიპტეს, იციან რომ ეს იყო მოვლენა, რომელიც იძლეოდა სიცოცხლეს და რომელიც განასახიერებდა განახლებას, ხვალბარაქას და აყვავილება არა. ბარაქას და კაი. აი დამამსწრე სიტყვა, კარგი. როდესაც ჩვენ გავხდებითო ახალი მიწერი რეალობის ნაწილი, ჩვენ დაუბრუნდებითო კითხვა ასეთი, დაუბრუნდებითო თუ არა წელთა ღრიცხვის საწყის სისტემას, რომელიც შედგება 13 თვისგან და 28 დღისაგან. ეგვიპტელები ფიქრობდნენ, რომ ზეთური მოვლენები ირეკლავენ სიცოცხლეს დედამიწაზე. აღმოსვლა სირიუსი ბესი ყოველთვის ნიშნავდა ეგვიპტელებისთვის, რომ მოვიდა დრო სამეურნეო წლისთვის სიცოცხლის გასანახლებლად და რაც თავარია ასაყვავებლად.
თუ გინდათ გაწყვეტოთ ძველი კავშირები და გაუქმოთ ძველი კონტრაქტები, რომლებიც თქვენ არ სჭირდებათ და რომლებიც სინამდვილეში თქვენ გამონებენ გიჭერენ სამ გაწმენდებიან მატრიცაში გიჭერენ სამ გაწმენდებიან მატრიცაში არ გაძლევენ გაძლევის საშუალებას 8 აგვისტო არის ის დღე, როდესაც თქვენ ამის გაკეთებას შეძლებთ. 8 აგვისტოს იწყება ახალი სეზონი. მათვის ვინც ხატავს, წერს, მუსიკოსია და ხელოვნების სხვა დარგებს ეკუთვნის, ხელოვნება უფრო აძლიერებს თქვენ მიზან დასახულობას. ეს კარიბჭე იწყება თქვენში. ხო. აგრეთვე მთვარის დაბნელება უნდა მოხდეს 27-ში და 28-ში აგვისტოში. ასტრონომიული თვალსაზრისით ეს დაბნელება რისთვის ხდება? ხდება დედამიწის მთვარის და მზის დაწყობა ერთ ხაზზე. ბევრ სულიერ ტრადიციებში ეს დაბნელებები ითვლებოდა ნიშნულოვანი პერიოდებად საფიქრავად. მზის დაბნელება ამ საფუძველს ამზადებს და მთვარის დაბნელება ასრულებს ამ გასანთავისუფლ პროცესს. ლომის კარიბჭების ტრანსფორმაცია აღვიძებს განზრახვებს. მზის დაბნელება ამზადებს საფუძველს და მთვარის დაბნელება ამთავრებს განთავისუფლების პროცესს, როგორც კი. გალაქტიკური ალიანსი აღწევს ამ მომენტს, როდესაც უფრო სწორად ადამიანები შეგნებულად თავისუფლებიან ძველი დანადგარებისაგან, ძველი დოგმებისაგან, იმისთვის რომ ნათელი სახი გონებით გააგრძელონ გზა და ზოგი ალბათ კი არა, ზოგი ფიქრობს, როგორ უნდა გავიგო მე მაქვს თუ რა ძველი კონტრაქტი. როდესაც ხალხი საუბრობენ კონტრაქტებზე, ისინი გულისხმობენ სულიერ შეთანხმებებს, რომლებსაც ჩვენ დებთ განსახიერებამდე, ანუ დაბადებამდე. ეს არის დაბადებამდე ხელმოწერილი ხელშეკრულებები, კონტრაქტი, რომლებსაც ჩვენ ვაწერთ ხელს, რომლებსაც ვდებთ, ამ კონტრაქტებს ვდებთ, სადაც განსახიერდებით. ანდა, როდესაც აქტიურ ფაზაში იყო ნეგატიური საიდუმლო კოსმოსური პროგრამები, მე ბევრჯერ მიხსენებია, რომ სულებს იჭერდნენ და თავიდან უშვებდნენ წრეზე, ან სულებს აიძულებდნენ ძალით მოეწერათ კონტრაქტზე ხელი. ზოგჯერ თავისინებით არ აწევდნენ, აიძულებდნენ, ან სული მოდიოდა აქ სასჯელის მიზნით, რაღაც დააშავა სხვაგან და გამოუშვებს დედამიწაზე, რომ ეს სასჯელი გაევლო დედამიწაზე. ბევრი მიზეზები არსებობს და ახლა ყველაზე საუკეთესო დროა ეგ თქვენი ძველი ყველაფერი გაუშვათ. მაგალითად, თუ თქვენ ცდილობთ მოწევა მიატოვოთ დღეს, ანუ 8 აგვისტო
8 აგვისტო კარგი დღეა რომ ეს მოწება მიატოვო და ასე შემდეგ. კარგით, მე აქ შევჩერდები, იქ მიდის კითხვა პასუხები, ისევ რეკლამები, ისევ თავის შეხვედრებთან დაკავშირებით. ხო და ამიტომ დანარჩენი მე გითხარით ცალკე ვიდეო რომ მქონდა დადებული ამ დღეებში, თუ რა ცვლილებები შემოვა ჩვენ ცხოვრებაში და მადლობთ ყურადღებისთვის. დროებით.